გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 17 საათზე, მე ქეთი ლაცაბიძევა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 12 ადამიანი დააკავეს. ბრიუსელის შერჩევითი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი. შეფასებები ქრონიკაში რამდენიმე წუთში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველი ძალა საზოგადოებას იმფარული პოლიტიკური სვლების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოზე ევრობიუროკრატიის მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმები გრძელდება. ირაკლი კობახიძის თქმით, უსამართლო თავდასხმებს, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების მუქარას კონკრეტული მიზანი აქვს, რაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ცვლილებას, ოპოზიციის მხარდაჭერას და ქვეყნის ომში ჩართვას უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. თავის მხრივ ამ შანტაჟს დასაწყობას მარტივი მიზანი ჰქონდა. გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართული ხალხი, რომ მთავრობა აცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართული ხალხის ხელით უნდა მოიყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გაგებით მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალური ომის პარტია სრულ კოორდინაციაში ხავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა. Როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება. ამისის მისაღწევად კი, როგორც აღნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა უთხრათ საზოგადოებას. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოს თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ამ მომძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დახვდეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის. პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკომისიის წერილზეც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონებს არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციასთან. ევრობიუროკრატია კი ცდილობს საფუძველი მოუძებნოს შანტაჟს და ზეწოლას. ირაკლი კობახიძე მზად არის ნებისმიერ ევროპელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისა და დისკუსიისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსთან ვართ მზად დისკუსიისთვის. მე პირადად მზად ვარ, აი დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში, ვინც მეტყვის, ნებისმიერ მათგანთან ვარ მზად დისკუსიისთვის. იქიდან რა არის პასუხი? საბჭოური მიდგომა. მეტი რა არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არც გესაუბრებიან არაფერზე და მოდიან ცარიელი ულტიმატუმებით. ფოსტით გიგზავნიან ულტიმატუმებს, ხო, ადრე როგორც იგზავნებოდა საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები. ეს ხო არის იგივე ინკვიზიციური მიდგომა, რაც შუა საუკუნეებში დატოვა თითქოს ევროპამ და ეს ყველაფერი ჩაბარდა თითქოს წარსულს, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან, მაგრამ რა სტანდარტებიც იყო ადრე, იგივე სტანდარტები რატომღაც დაბრუნდა დღეს ევროკავშირში. არ შეიძლება ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატია საკუთარ თავს უყურებდეს როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენ ეს სტანდარტები, საკავშირო ხელისუფლების სტანდარტი ჩავაბარეთ წარსულს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი სამართლიანი პარტნიორული მიდგომა, მათ შორის საუბარი, როდესაც მართალი ხარ. ნებისმიერ ადამიანს ესაუბრები. ჩვენ მართლები რო ვართ, ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს გავფრინდები ბრიუსელში თუ ეს საქმე სჭირდება და თუ ამის ინტერესი არსებობს. ისინი რატო ვერ შემოდიან დიალოგში ჩვენთან? იმიტომ რომ თვითონ იციან, რომ ყველა მოთხოვნა, რაც კი დაუყენებიათ ამ წლების განმავლობაში იყო ყოველთვის უსამართლო და 4 წლის განმავლობაში უსამართლოდ ექცევიან ქართულ ხალხს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ ითხოვს ბრიუსელი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას. შალვა პაპუაშვილი ამ კანონის მნიშვნელობასა და შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას. კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართულმა ხალხმა 26 ოქტომბერს ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა. რა არის ოჯახური ღირებულებების შესახებ ქართული კანონის არსი? კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას. პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი. არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით, LGBT და ინცესტის პროპაგანდა. რატომ ითხოვს ბრიუსელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის სრულად გაუქმებას? კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცსა და კაცს, ქალსა და ქალს შორის ქორწინება. პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს. დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში LGBT და ინცესტის პროპაგანდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკურ მონაცემებს. შალვა პაპუაშვილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს და ერთმანეთს ადარებს. ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ როცა 2021 წელს მოლდოვა 13.9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, 0-ს ქვემოთ და 0-თან ახლოს მაჩვენებლებით. მაშინ როცა 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2.4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4.8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ 5 წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ. ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს. მაშ რა მოხდა, რა გავაკეთეთ ან რა არ გავაკეთეთ, ჩვენ რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდით ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ. მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა. პასუხი ნათელია ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით. ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგთხოვა. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგთხოვა. ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინახაზია, მაგრამ ამ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ. მოლდოვასა და საქართველოს შორის არსებულ განსხვავებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრიც ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ყალბი რიტორიკა წარმოებდა, მაშინ როდესაც არავის დაუსვამს კითხვა მოლდოვასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მოლდოვას არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რეზოლუციებს შეუერთდა და რჩება DST-ს წევრად. რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვის შედარებას, შესაძლებელიც არაფერია. თქვენ ახსენეთ ეკონომიკა, ეკონომიკური კუთხით გვაქვს სრულიად სხვა ტენდენციები მოლდოვასთან შედარებით. მაგალითისათვის ყველაზე მარტივი მაჩვენებელი რო ვთქვათ, ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის გაიზარდა 11.1 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა, რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 3 მილიარდით გაიზარდა საქართველოსა და მოლდოვას შორის. ხო არის წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, განსხვავება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს შორის. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი მოლდოვაში არის მათ შორის იმის გამოძახილიც, რომ დემოკრატიას არ აქვს. მოლდოვას არ აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები არის უკიდურესად სუსტად დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი. მაგრამ მოლდოვასთან დაკავშირებით არავის შენიშვნები არ აქვს. მათ შორის არავის არ აქვს შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა რჩება DST-ს წევრ ქვეყანად. მოლდოვა არ შეუერთდა არაერთ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. ამაზე კითხვები არ აქვს. არავის, როდესაც სანქციები არ დაუწესა მოლდოვამ რუსეთის ფედერაციას, ამასთან დაკავშირებითაც არავის დაუსვავს კითხვები. აშკარაა ორმაგი სტანდარტი. ჩვენს მიმართ იყო კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნა.
იგივე ინტერესი არ იყო მოლდოვის მიმართ, მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მოლდოვას არ ყავს ჯარი. მხოლოდ ამით აიხსნება ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც არის სრულიად თვალსაჩინო. საკითხს ეხმიანებიან მმართველ გუნდში, შეფასებები გააკეთეს პარლამენტის წევრებმაც. მოლდოვას და საქართველოს შედარებაც არის პირდაპირ მნიშვნელობით თავხედური უტიფრობა უკაცრავად ამ შეფასებისთვის, მაგრამ ნებისმიერი კრიტერიუმით ეს ეკონომიკა იქნება, დემოკრატიის პრინციპები იქნება, გამჭვირვალეობის პრინციპები იქნება, უბრალოდ სირცხვილია რაიმე პარამეტრით ამ ორი ქვეყნის შედარება ერთმანეთთან. არა მხოლოდ ჩვენ საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს, თავიანთივე კავშირში გაწევრიანებულ ქვეყნის მოსახლეობას, აი ესე უტიფრად აყრიან ნაცარს თვალში და ეუბნებიან, რომ შავზე არის თეთრი. ფაქტია, რომ არავითარ საფუძველს, არავითარ ობიექტურად შეფასებად კრიტერიუმებს, არავითარი აზრი აღარ აქვს ბიუროკრატიისათვის, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ხდება აქცენტირება, ზუსტად იგივე იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ჩვენზე ადრე დაუმსახურებლად გვგვეთქვა ჩვენ უარი და არავითარი ახსნა ამ ყველაფერში არ იყო, ზუსტად იგივე გრძელდება. ბატონმა შალვამ სხვათა შორის პაპუაშვილმა მშვენიერი ილუსტრაცია მოახდინა, მათ შორის გრაფიკები გამოიტანა და თქვა, ესე იგი მოლდოვა, რომელიც ყველა პუნქტით, ყველა ობიექტური რეიტინგით ჩვენზე გაცილებით უკან არის. იქ არა რომ ახლოს იყოს. საერთოდ ახლოში 20-ულშიც არ არის, 40-ულში. არასწორი პოლიტიკის შედეგად მინუსში გავიდა. და ეს დაწინაურებულია მოლდოვა და უკრაინა და მოლაპარაკებები გაუხსნეს ევროკავშირში, ხოლო საქართველოს ჯიან. და ხო ვიცით რატომაც ჯიან. იმიტომ რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, თურმე აქ სანქცია უნდა დაუწესოთ რუსეთს და თვითონ მაგალითად კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად. ანზორ კვარაცხელია თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც. 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბრალდებული თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ესროლა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. მას ბრალდება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტი წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც ჩატარდა. პროცესში მონაწილეობდა 2019 წლის 20-21 ივნის დაზარალებული. გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქციის დაშლის დროს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა დაზარალებულის დამოკიდებულება არ არის ოპტიმისტური, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმართ არელიან, რომ ამჯერად მაინც დაიჯება როგორც დამნაშავეები, ისე აღნიშნული დანაშაულებრივი დავალების გამცემები, თუმცა ჩვენ ამაში მონაწილეობას მაინც მივიღებთ. ისინი ითხოვენ, რომ მათ მიმართ დარღვეული უფლებების დარღვევა დაადგინოს სასამართლო და შემდგომში კომპენსაცია იქნება თუ სხვა სახის რაიმე ბენეფიტზე იმსჯელებს სასამართლო, ეს უკვე სასამართლოს გადასაჭრელია. ტურიზმის მოგერიების უფლება აქვს სახელმწიფოს. აქ საუბარი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით და იარაღის გამოყენებით ძალადობით გადამეტების ფაქტზე. აქ არის საუბარი პროპორციულობაზე, რამდენად პროპორციული იყო ის ყოველივე და ზუსტად აი ამ კუთხით მიმდინარეობდა გადაწყვეტილებამდეც ბუნებრივია გამოძიება. ჩატარებული არის საქმეზე ასობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ამ საქმეზე და ბუნებრივია გადაწყვეტილების შემდგომაც არაფერი შეცვლილა, გრძელდება მუშაობა. გინდება ამ შემთხვევაში პროპორციულობის საკითხი და რაც გამოიკვეთება და რა სტანდარტიც იქნება მტკიცებულებითი, ბუნებრივია იმის შესაბამისად იქნება მიღებული კანონის მიერი გადაწყვეტილება. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ, მისი განცხადებით მომხდარს გამოძიება შეაფასებს. ამ ღამეს ხავდა ორი მთავარი მოქმედი პირი, ერთ მხარეს იყო პირობითად მელია და მეორე მხარეს იყო კახარია, ხო? ერთ მხარეს იყო შტურმი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, რაც იყო უმძიმესი დანაშაული და თქვენ გახსოვთ, რომ მაშინაც
იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან აქტიურად ესარჩელებოდა ამ შტორმის ავტორებს, ხელისუფლების, დამხობის, მცდელობის ავტორებს და მეორე მხრივ, რაც ასევე კიდევ უფრო საინტერესოა, მაშინდელი ევროპული ბიუროკრატია გამოიქომაგა პირდაპირ იმ ადამიანს, რომლის ქმედებებმაც მიიყვანა მაშინდელი პროცესები მძიმე შედეგამდე, ხო? უამრავმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 7 ადამიანს მძიმე კვალი დააჭდა ჯანმრთელობაზე. ორივე მიმართულებით ჩვენ მაშინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ და მაშინდელმა ყოფილმა ამერიკულმა ბიუროკრატიამ მოგთხოვა ამნისტიის კანონის მიღება. ანუ ისინი იცავდნენ ერთდროულად გულხურვალედ როგორც მელიას, ისე კახარიას, როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს, ასევე იმ ქმედებების ავტორებს, რომლებმაც მძიმე შედეგამდე მიიყვანა მაშინ პროცესები. ეს ძალიან საინტერესოა, ისიც უნდა შეაფასოს ბუნებრივია ქართულმა საზოგადოებამ. თავისთავად კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლო მოითხოვა ჩვენგან გამოძიების ბოლომდე მიიყვანა და რა თქმა უნდა ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. იუსტიციის სამინისტრო ქრონიკის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. ქრონიკამ მოიპოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რომლითაც დასტურდება, რომ საკანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გიორგი ბაჩიაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოიკითხა. მიმდინარე წლის 11 ივლისს ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ორივე მჟავრდებულმა. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც გბ-ს შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე მეორე მჟავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი სტაციონირებაც და იგი მოთავსებული იქნა პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში. არსებული დაზიანებისა და გამოცენებული კლინიკური სიმპტომების შესაბამისად მას დღემდე უტარდება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და საჭირო მკურნალობა. ამ ეტაპზე ორივე მჟავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უგრძელდებათ მკურნალობა სტაციონარის პირობებში. ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლის დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. უმცირესობის უფლებების ინდექსის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 74.8% მიიღო და მსოფლიოს 164 ქვეყნიდან 40 საუკეთესოს შორის მოხვდა. 2012 წლის შემდეგ გლობალურ რეიტინგში საქართველო 12 ადგილით დაწინაურდა და ატლანტიკური საბჭოს მონაცემებით უმცირესობის უფლებების დაცულობით მსოფლიოში 39 ადგილზეა. რეიტინგით უსწრებს ნატოს და ევროკავშირის 9 სახელმწიფოს. უმცირესობის უფლებების დაცულობის შეფასების გაუმჯობესებით საქართველო 21 საუკუნის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. ჩვენ ვამაყობთ ტოლერანტობით, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ახლა ევროპული ბიუროკრატია, ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული. სხვათა შორის აქაც უნდა გავიხსენოთ ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, უმძიმესი რეჟიმი, მაშინ სწორედ ამ უმცირესობების უფლებები იყო განსაკუთრებულად ხელყოფილი და დარღვეული, იყო ფარული ჩანაწერები, ათასგვარი ფორმით პირადი ცხოვრების ხელყოფა, შანტაჟის მიზნით, მათ შორის პირველ რიგში ეს პრაქტიკა აღიკვეთა 2012 წლის შემდეგ, მათ შორის საქართველოში ყველაფერი არის მაქსიმალურად კაცრად დაცული, ერთადერთი ჩვენ რასაც უპირისპირდებით, ეს არის მანგიერი პროპაგანდა. და ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოება არის დასაცავი. ატლანტიკურ საბჭოს რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ მოსწონს, ეს არ ახალია, მიუხედავად ამისა, ისინი ვერ გაიქცენ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ საქართველოში განსაკუთრებით ტოლერანტულები ვართ უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, იმიტომ რომ ესეთია ჩვენ.
ადამიანი, ქართული ბუნება, ამავდროულად ეს ყველაფერი კანონმდებლობითად გათვალისწინებულია და კაცრია პასუხისმგებლობა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების შელახვის შემთხვევაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ თითქოს ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული არ არის, მაგრამ ერთი არის განცხადებები, მეორე არის უკვე ფაქტები და როგორც ერთი გამოთქმის არ იყოს, თუ თეორია არ შეესაბამება ფაქტებს, მით უარესი ფაქტებისთვის. სამწუხაროდ აი ამ ოქსიმორონში უნდათ რომ მავანმა გვაცხობოს. თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2012 წლიდან რა არის ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან მიმართებით, სწორედ აი ეს კვლევა მიუთითებს და იმ ხუთეულში ყოფნა მიუთითებს სპეკულაციები. ამ თემასთან მიმართულებით უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ქართულ ოცნებაზე საუბრობ 2012 წლის შემდეგ და ადამიანის უფლებებზე და ნებისმიერ ეს ეთნიკური იქნება, რელიგიური იქნება, თუ ასე შემდეგ მათ უფლებებზე საუბრობ. სწორედ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აი ეს დასკვნა, აი ეს რეიტინგი და ის პოზიცია, სადაც ჩვენი ქვეყანა არის დღეს, აი ეს არის პასუხი იმ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ გატარებულ რეფორმებზე და იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც შექმნილია ამ თემასთან მიმართებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით ერთ-ერთი დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ინფორმირებული იყო სახელმწიფო პროგრამის შესახებ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 8 შემთხვევაში მიიღეს გრანტი, რომელიც შემდგომ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საიპის სოფლის განვითარების სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150,000 ლარის ოდენობით. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლდ, რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფოს თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოს და უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა თავის მხრივ დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე. ხალთუბანში პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმისა და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე 5 პირია ბრალდებული. სასამართლომ დღეს განიხილა 5 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 5 ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. არსებობდა 5 ბრალდებულის მხრიდან მიმალვი საფრთხე მოწმეების ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. შესაბამისად ბრალდების მხარემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. ბრალდებულები, რა თქმა უნდა, წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. საქმეში მართლაც არ არის არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ შეესაბამება წარმოდგენილი მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სამწუხაროდ არ გაითვალისწინა ჩვენი დაცვის ხარის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით თითოეულის მიმართებაში. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა დღეს ყურადღება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი ამოცანაა ნარკოტიკების რეალიზაციის და მოხმარების შემცირება. თქვენ დაკავებული ხართ ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. ასევე ძალიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული. ჩვენ აგვწელეთ კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებით თერაპიის განხორციელება აგვწალეთ. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად დავაპირისპირდებით ნარკომანიას, ასევე კონკრეტული ზომები იქნება მიღებული და ამაზე მუშაობა ეხლაც მიმდინარეობს, დაგჭირდება რამდენიმე კვირა იმისათვის, რომ მაქსიმალურად
გამკაცრდეს საზღვრების კონტროლი ამ მიმართულებით, მათ შორის საუბარია შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენი, რომელიც არის გავრცელებული სამწუხაროდ ფართოდ ჩვენს საზოგადოებაში. აქაც თქვენ ხედავთ, რომ კონკრეტული ძალები, მათ შორის გარედან დაფინანსებული NGO-ები პირდაპირ ახორციელებდნენ ნარკოტიკების პოპულარიზაციის ხარდაჭერას. პირდაპირ გარეთ დაფინანსებით ხდებოდა ქვეყანაში ნარკოტიკების პოპულარიზაციის ხარდაჭერა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ჩვენ გამჭვირვალობის შესაძლებელი კანონი, იყო სწორედ ასეთი პრაქტიკის აღკვეთა. უკვე შედეგები არის ხელშესახები, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს შედეგები კიდევ უფრო მეტად იქნება ხელშესახები. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, სტატისტიკის რადიკალურად შემცირება მოხმარების რეალიზაციის და დღეს ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, მათი ინტერესების დაცვა არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, მთავარი ამოცანა, რომ ამ ადამიანებმა შეცვალონ საკუთარი მიდგომა, საკუთარი დამოკიდებულება, ამას სჭირდება კომპლექსურად მუშაობა და ეს კომპლექსური სამუშაო პროცესი არის დაწყებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო 450 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. უწყების ცნობით ნარკოტიკული საშუალებების ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია. ძალოვანმა უწყებამ ნარკოტიკული საშუალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღო. განადგურებული არის 450 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, რომელთა შავ ბაზარზე ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია. აღნიშნული მეთოდით განადგურება გულისხმობს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების სრულ განადგურებას მაღალი ტემპერატურის გამოყენებით. აღნიშნულ პროცესში მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლები. დღეს ტარდება სისხლისამართლის საქმეებზე მითკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების განადგურების მორიგი პროცედურა. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები იმართება პერიოდულად, რა დროსაც ნადგურდება უკვე კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეებზე გამოკვლეული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაკავებული პირები ვერ მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს. პროკურატურა თითოეული მათგანის მიმართ მოითხოვს, რა თქმა უნდა, მკაცრი სასჯელის გამოყენებას. შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურის უფროსთან და სახანძრო სამაშველო ძალების რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძე სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრა, გაეცნო ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სიახლეებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო პროექტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. გეკა გელაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია. გივი მიქანაძე და მარიამ ლაშხი აპლიკანტებს შეხვდნენ. საგამოცდო სივრცე მოწყობილია მაქსიმალურად იმ ასე ვთქვათ სტანდარტით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი მარტივი გარემოს არსებობას იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და მობილიზებული არის ყველა სამსახური იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს საქართველოში, წარიმართოს უმაღლესი სტანდარტით. მოვინახულეთ ცენტრი, იგი ადაპტირებულია ყველა იმ საჭიროებაზე, რაც გამოცდის ჩამბარებელს ესაჭიროება. დღეს გვყავს როგორც პედაგოგები, ასევე აბიტურიენტები. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალიან მშვიდ და სამუშაო გარემოში მიმდინარეობს შესაბამისი გამოცდები და მინდა წარმატებები უსურვო აბიტურიენტებს და შესაბამისად მასწავლებლებსაც.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობაზე გიორგი ჟღენტი დანიშნა. გიორგი ჯინჭარაძემ ახალი მინისტრი თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად წარვადგინეთ ბატონი გიორგი ჟღენტი, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ, სამთავრობო გუნდის პრიორიტეტი ნდობის აღდგენა და შერიგების მიმართულება და ამ პროცესში აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და მისი კომპეტენცია და უნარები დაგვეხმარება მრავალი კარგი საქმის საკეთებლად. ჩვენი პრიორიტეტი არის დევნილთა მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა. ცხადია, ჩვენ ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ყველა საკითხს, გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია დევნილებთან. ევროკავშირმა რუმინეთში 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო ასობით ათასი არაბი და აფრიკელის ინტეგრაციის მიზნით. ინფორმაციას Daily Romania ავრცელებს. საინფორმაციო გვერდის ცნობით მიგრანტთა შეყვანა რუმინეთში მომდევნო წლიდან ევროკავშირის თავშესაფრისა და საიმიგრაციო პაქტის ფარგლებში დაიწყება. თავდაცვის სამინისტროს პროექტი ჯარის ბანაკი მეხუთე როტაციას მასპინძლობს. მოსწავლებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს. მოგვიანებით კი ოცეულებს შორის შეჯიბრი გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს. თავდაცვის სამინისტრო, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს ჯარის ბანაკი უკვე მესამე წელია ახორციელებს. მოხვედრა ძალიან გამიხარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაინტერესებული ვარ ჩემი სამშობლოს ჯარისკაცებით. მომავალში ვაპირებ მე თვითონაც რომ წამოვიდე ჯარში, ამიტომაც ჩემთვის ეს აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც მოვედი, ძალიან თბილად დაგვხვდა სულ ყველა. განსაკუთრებით ეს სერჟანტები ძალიან გვეხმარებიან, ყურადღებასაც ძალიან კარგად გვაქცევენ. ჩვენ ვასვიზეთ ჯარის ბანაკის მეხუთე როტაციას, სადაც ჩატარდა ავსტრალიური დაშვება, სიმაღლიდან დაშვება და კლდეზე ცოცვა, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ასევე ინსტრუქტორების ყველა კმაყოფილებივად, რადგან ძალიან სწრაფად და მარტივად აითვისეს ბავშვებმა ეს ყველაფერი. სამეცნიერო კვლევით სექტორში ქალთა წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და საერთაშორისო მიდგომები. ამ წიგნის ავტორი ირინა ბათიაშვილია, პრეზენტაცია კი დღეს გაიმართა. ავტორის თქმით, მიზანი სამეცნიერო სფეროში თანაბარ უფლებიანი გარემოს შექმნაა. წიგნი ეხება სამეცნიერო კვლევით სექტორში ქალთა წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინფორმაციით, ასევე საერთაშორისო მიდგომებს ეხება კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ქალთა უფლებების წახალისება ემსახურება ერთ მთავარ მიზანს. ეს არის თანასწორობის თანასწორობის უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას და ასევე თანაბარი უფლებებით სავსე გარემოს შექმნას. თემა, რომელიც დღეს იქნა განხილული, არა მარტო ეროვნულ ელემენტებს შეიცავს, არამედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო შედარებითი ანალიზი მოხდეს, რათა ყველამ დავინახოთ თუ რა გზა არის განვილისხების მიერ უკვე ამ საკითხთან მიმართებაში, ან სულაც შეიძლება რაღაც წინააღმდეგობები არსებობს. ამ წიგნში დასმული პრობლემები ძალიან დაეხმარება ადამიანებს სამართლის სფეროთი და ადამიანის უფლებებით, მათ შორის ქალთა უფლებებით დაინტერესებულ საზოგადოებას, რათა სწორად და ახლებურად, ღირსეულად იქნეს ეს საკითხი გააზრებული. ასეთი იყო სიახლეები. რეკლამის შემდეგ დღის ქრონიკა განაგრძობს ეთერს თეა სიჭინავასთან ერთად. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.